კარგი კომენტარი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. ჩვენ როგორც თქვენ ვხედავთ წინააღმდეგობრივ განცხადებებს ყველა მხრიდან, ზოგიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რეალურად რა ხდება ამასთან დაკავშირებით არ ვიცით. ირანმა თავისი მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უკვე დაამტკიცა. სინამდვილეში ბოლო წუთამდე მტრული მოქმედებების დაწყებამდე და ირანზე პირველი თავდასხმის მომენტამდე თეირანი მოლაპარაკებებისთვის ღია რჩებოდა. სინამდვილეში ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა. ეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით და რაც ყველა მიცის. აბსოლუტურად ყველამ. დიახ, გამარჯობა. პესკოვი გელაპარაკებათ. კარგად გესმით ჩემი. დიახ, შეიძლება იყოს, დიახ. ძალიან კარგად მესმის თქვენი. შესანიშნავია. გამარჯობა ყველას, კიდევ ერთხელ ვიწყებთ ახალ სამუშაო კვირას. დღეს ორშაბათია 23 მარტი. პუტინი მუშაობს კრემლში. დღეს ის სამუშაო დროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას უთმობს. დღეს ის ტრადიციულ ეკონომიკურ შეხვედრას ჩაატარებს. მონაწილეობა იგეგმება. მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელობაც იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი, პირველი ვიცე-პრემიერი მანტუროვი და ვიცე-პრემიერი ნოვაკი. ეკონომიკური განვითარების მინისტრი რეშეტნიკოვი, ფინანსთა მინისტრი სილუანოვი, ასევე ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და ადმინისტრაციიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ორეშკინი. კიდევ ერთი რეგულარული შეხვედრა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. მედია მიიღებს პრეზიდენტის შესავალ სიტყვას. შემდეგ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება. გარდა ამისა, პრეზიდენტს დღეს სხვა შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი, რომლებიც საჯარო არ იქნება. რა კითხვები გაქვთ? საღამომშვიდობისა, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ? დიახ, თხოვთ. დიდი მადლობა. პუტინმა სექტემბერში კიმ ჩენ ინი რუსეთში მიიწვია, დღეს კი ხელახალი არჩევა მიულოცა. თხოვთ, მითხარით, მოწვევა კვლავ ძალაშია და უკვე არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ვიზიტის თარიღთან დაკავშირებით. დიახ, ამხანა კიმ ჩენ ინს მართლაც ღია მოწვევა აქვს, რომ რუსეთს ესტუმროს. და როგორც კი ეს ვიზიტის თარიღები დიპლომატიური და სხვა არხებით შეთანხმდება ვიზიტის გასამართად. რუსეთს ყოველთვის სიამოვნებს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის მიღება. მინდა ძალიან მადლობა გადაგიხადოთ, ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. კიდევ გაქვთ კითხვები? შემიძლიათ ასეთ ერთი კითხვა დავუსვა? დიახ. გთხოვთ. შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო არსებულ მიმდინარე სიტუაციაზე, მას შემდეგ რაც ტრამპმა მუხარები გააჟღერა. და კერძოდ ამერიკულმა მხარემ დაამყარა რაიმე კონტაქტი რუსულ მხარესთან. როგორმე, რათა განმარტონ რაიმე ეჭვები ამის შესახებ. ბუშერი ამ პოტენციური სამიზნეების სიაშია. მოусმინე ბუშერი ბირთვული ობიექტია, რომელიც გაეროსა და AIS კონტროლის ქვეშაა. რუსეთი მუდმივად ესაუბრება AIS-ს. შენ იცი, რომ როსატომის დირექტორმა ლიკაჩოვმა უკვე ბევრი განცხადება გააკეთა. მან გააკეთა საჯარო განცხადებები, რომლებიც უკიდურესად შემაშფოთებელია იმ თავდასხმებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე მოხდა. ეს დიდ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას. თუ ტენდენცია გაგრძელდა, შესაბამისი სიგნალები იგზავნება, მათ შორის ამერიკულ მხარესაც. ჩვენ ვთვლით, რომ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები პოტენციურად ძალიან საშიშია და რისკიანია. შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგებითაც კი. რუსულმა მხარემ, რომელიც პასუხისმგებლიან პოზიციას იკავებს, არაერთხელ გამოხატა შეშფოთება. მადლობა.
ეს ნამდვილად განსაკუთრებული და შთამბეჭდავია. გთხოვთ კიდევ მეტი ასეთი. შუადღე მშვიდობისა როიტერსიდან ვარ, ავიდეთ როიტერსი, დიდი მადლობა, რომ ქემიკოლების კითხვა დავაგზავნო და უფრო ჩავაგრმაო, რა არის პრინციპი, როგორ არის ხვამს კრემლი ტრამპის ულტიმატუმს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისა და პრინციპში მათი განადგურების შესახებ, თუ ირანი ხორმუზის სრუტეს არ გახსნის. ჩვენ გვჯერა რომ სიტუაცია სინამდვილეში ეს სიტუაცია უკვე გუშინვე წმინდად პოლიტიკურ დიპლომატიური მოგვარების რეჟიმზე უნდა გადასულიყო. ეს ერთადერთი გზაა, რაც ეფექტურად შეიძლება შეუწყოს ხელი სიტუაციის განმუხტვას, რომელიც ამჟამად კატასტროფული და დაძაბულია რეგიონში. ძალიან მართლა, ნამდვილად. მადლობა, მეორე კითხვა, თუ ნებას დამხდა კვლავ ირანის თემაზე პოლიტიკურმა ჟურნალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა თითქოს ზეგუავარას შესთავაზა შეეწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ირანთან, იმ შემთხვევაში თუ ზეგუავარა თავის მხრივ შეწყვეტდა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას უკრაინასთან. ეს ამბავი ნახეთ. მართალია რუსეთი ირანს უზიარებს სადაზვერვო ინფორმაციას. როგორ შეაფასებდით ამას? გმადლობთ, რა თქმა უნდა ეს ამბავი ჩვენს ვნახეთ. ეს ეკუთვნის ხალბი ამბების კატეგორიას, ან უпростовად რომ ვთქვათ, ტყუილი ამბების კატეგორიას. გთხოვთ გააგრძელეთ. შეიძლება პირდაპირ ტელევიზიიდან კითხოთ. გთხოვთ გააგრძელეთ, მადლობა. შეგიძლიათ დააკომენტაროთ ინციდენტი, როდესაც ფრანგულმა საზღვაო ძალებმა გასულ პარასკევს დააკავეს ნავთობის ტანკერი დანა. მადლობა. კომენტარს არ გავაკეთებდი. ინფელიზმენტი, მინისტრო, მადლობა, შტაბი.